გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისვენებ მთელი დღე სახლში ვარ. ხედა მინდა რაღაცები მივალაგო. ჩემ თავს მივხედავ. და ვისვენო. სამს რამე კარგი ფილმს ვუყურო. და გავეტყარო მთელი დღე სახლში. და სამანათები ჩამოვიდა. ხოდა მარტო ვერანაირად ვერ წარმოვიღებდი ამ ორ ყუთს. ასე რომ ბექო გავიყოლე. აქ თმა ახალი შეღებილი აქვს. ხოდა ზოგადად რაც შეეხება ჩემს მაკიაჟს. აზრზე არ ვარ, ანუ არაფერი არ ვიცი რაც მაკიაჟს უკავშირდება. ჩემით ვიგონებ ან რაღაც ვიდეოებიდან რაღაცებს ამოვიღებ ხოლმე და ისე ვიკეთებ, ანუ საერთოდ აზრზე არ ვარ მაკიაჟის გაკეთების და ოდესღაც მინდა რომ კურსი გავიარო, სადმე რომ რაღაც ელემენტარული ვისწავლო ჩემ თავზე ნორმალურად. ესეც ვიმაიმუნე და ისეთი არაფერი. ყოველდღე ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ დავლიო ზოგჯერ ისე ადრე მივდივარ სამსახურში და იქიდან ისეთი დაღლი მოვდივარ, რომ მაშინვე მეძინება ხოლმე. მაგრამ კვირაში ერთი დღე აუცილებლად ვუთმობ მაჩას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი ახლა ხანს მივიღე. ზოგადად ყველაფერი სადაც კი ფისო არის, თუ რაიმე ფისოსთან ასოცირდება, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხდება. ძალით დაბანეს რა, ალ უყვარს ბანა. ოხ, როგორ ბრაზობს. 6 წელია თუ 7 წელი ზუსტად არ ვიცი, რაც ტუჩი არ გამიკეთებია. ხოდა მოვედი უსაყვარლეს გოგოსთან ტუჩის გასაკეთებლად. შედეგს ნახავთ, მე პირადად ძალიან მომწონს. ახლა გადავულე, გამოვედი და ტუჩი სიმართლე გითხრათ ბოლომდე ჩამცხრალი არ არის. ვატყობ რომ მაინც შესწავლილი არის, ეს კიდე უფრო უნდა დაჯდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა როგორც არის ძალიან მომწონს ფორმა. სილურჯეებიც ალაგდა. ჭიურა სიტყვა. გვიანია. ხო
დილის მენაყარ სამსახურში, მაგრამ გადავწყვიტე რომ დღეს დავამონტაჟებ თქო და მაგრამ დავდებ vlogs თქო. ხო და მანდ ერთი მონაკვეთია. მოკლედ კახეთში ბებოსთან და პაპასთან ყავდა ერთი ცუგა, ჩაპა. ოჯახის წევრი იყო. ეხლა თქვენ გიყვებით და როგორც აღვიქვავ რომ გეუბნებით ცუგა თქო. 16 წელი გაატარა ჩვენთან. შემიძლია ხოლმე თქვა იდეალური ცხოვრება ქონდა ბებოსთან და პაპასთან. მაგრამ ხოლმე მოვიდა დრო და ჩვენი ბიჭი გაფრინდა ცისარ ტყეებზე. ძალიან ძიმედ გადავიტანეთ ყველა. ძალიან. მაგრამ აი ის გვამშვიდებდა რომ ვიცოდით რომ იდეალური ცხოვრება გაატარა და დიდ ასაკსაც მიაღწია, იმიტომ რომ 16 წელი არ არის პატარა ცუკებისთვის. ხო და ჩვენ სახლთან ახლოს, ძალიან ახლოს დავასაფლავეთ. და გავუკეთეთ ესეთი ძალიან საყვარელი საფლავ. არ მოწონს ეს სიტყვა. ხო და ისე მეტად მოვუყავი რომ პირდაპირ ის კადრები რომ მენახებინა ვერ მიხვდებოდით რა ხდებოდა. ასე რომ ახლა ნახავთ ჩვენი კაპიტალი და თბილ ბიჭს. როგორ მოვურთეთ იქაურობა. ეს თათები, რასაც ვაკეთებთ, ზეზე იტანება და ღამე ანათებს. არ გვინდოდა რომ სიგნალი ყოფილიყო, ღამე გვინდოდა რომ განათებული ყოფილიყო და ამიტომ ესენი მოიფიქრა. ესე რომ ნახეთ. გოწით. მოკლედ დღეს გადავწყვიტე რომ გავაკეთო პირველად guacamole. პომიდორი უკვე დავჭერი. კინძიც დავჭერი. ლიმონი გავრეცხე. ავოკადოებიც გავრეცხე, კარგად დამწიფებული ავოკადოები მაქვს. ხო და დავიწყოთ ახლა ავოკადოების დაჭრით და დაჭყლეტვით. ნახეთ რა კარგად ეცლება. ხელითაც თავისუფლად. რამოდენიმეჯერ ცადე ავოკადოს კურკის დარგვა. რამოდენიმეჯერ გავახარე. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქამდე ვერ გავზარდე რომ მაყოფი მოეცა. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებით, თუ გაგიზრდიათ ეგრე. თუ ვერ გავზრდით სახლის პირობებში, შეიძლება სუტყუოდ ცდილობენ ეს ხალხი და ვერავინ ვერ გაზარდა. იქამდე რომ ნაყოფი მოისხას. უი, ხა მართლა დღეს ვიყავი პრავის თეორიულ გამოცდაზე და ჩავაბარე. ძალიან დიდი ხანია გადავდა, აი მერე და ეხლა ზაფხულია, თან არაფერი ისეთი საქმე არ მაქვს სამსახურის გარდა. ხო და მეთქი მარიამ, ან ეხლა, ან არასდროს. ხო და მოვკიდე ხელი ამ ბილეთებს, ჩაუჭექი კარგად. დღეს ვიყავით მე და ბექა რუსთავში, რაც სულია რომ თბილისში არ გვაქვს. და შორია რუსთავამდე, თან ამ სიცხეში ტაქს კონდიციონერი არ ქონდა ჩართული, აი რაღაცა საშინლად მივგზავრა. მე იქიდან კიდევ უკან და მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ჩავაბარე. კაი, ახლა შევაზავებ. ნაჩოს ჩიფსებიც ნაყიდი მაქვს, რითიც დავაგემოვნებთ. და ბექარმოვა ნახოთ ერთი რამდენად მოეწონება. აბა. მართლა, შენ ყველაფერზე ამბობ, კარგიაო, ჩემ გაკეთებულზე და გულწრფელად. შენ თავს ვიცავ. ძალიან კაია. შენც გაგაცინჯო? ამიტომ გამომიგზავნა რაღაცები და
რამდენიმე რაღაცას განახებთ. ხო, ну მოკლედ ბერეტებზე ბავშვობიდან გიждები და მაქვს სხვადასხვა ფერები, მოკლედ ძალიან ბევრნაირი და კიდევ ორი შეემატება ჩემს კოლექციას. ძალიან საყვარლებია. ერთი არის ესეთი. არ ვიცი რამდენად აღიქვათ. და ну აი ეს მეორეზე საერთოდ გავგიждდი, აი უნაზესი და ულამაზესი. შემოდგომით და ზამთარში ძირითადად სუბერეტები მიგეთია, სულ. ხო და ხარ სულ მოკროდის მოვა, რომ ესენი გავიკეთო. ეს ძალიან საყვარელი კოვზიკები. ეს მაშინ უყიდია, როცა ეს სუვენირი. მაშინ უყიდია, როცა მხოლოდ ჭიუ მყავდა. ნაცრისფერი ფისო. მუქი ფერის ფისო. ხო და ახლა ვიპოვეო, კარდის თავზე მქონდა შემოდებულიო და რაღაცნაირად აი გული გამითბა ნახეთ. უსაყვარლესია. ეს ჩამომივიდა კიდე.